ჩვენ პრინციპში არ ვიცით რა ჭკუაზეა ბიზინა ივანიშვილი არ ჩანს ეს კაცი ეს ოლიგარქი კაცი თვე მისდებს და საჯაროდ არ ჩნდება ან საჯაროდ თუ ჩნდება რომელიმე გასვენება დაკრძალვაზე მიდის ხოლმე აი კომენტარს ნამდვილად არ აკეთებს არ მინდა შემეშალოს მაგრამ ბოლოს თუ არ ვცდები ბიზინა ივანიშვილი ინტრონიზაციაზე იყო პატრიარქ შიო მესამისა ხოლო მანამდე პატრიარქ ილია მეორის დაკრძალვას ესწრებოდა ოღონდ არ მეშლება და მას ერთი კინკილა კომენტარიც კი არ გაუკეთებია და ბევრი ჩვენგანი სამწუხაროდ მაგრამ ასე ვართ მოწყობილები ვამბობთ ხოლმე საკუთარ თავს მაინც ვეუბნებით ბიზინა იმის გამო რაც გარშემო ხდება იქნება და შეიცვალა იქნება და აი ხვალ მეც მithქვავს იქნება და ხვალ თუ არა ზეგ მიიღებს გადაწყვეტილებას ძალიან სერიოზულს და მნიშვნელოვანს ჩვენი ქვეყნისათვის მაგალითად ბიზინა ივანიშვილი განთავისუფლებს თანამდებობიდან იმ შეშლილთა გუნდს რომელიც მანვე მოიყვანა ამით ბიზინა ივანიშვილის პასუხისმგებლობა კი არ მოიხსნება არა მაგრამ ოდნავ უკეთესი მდგომარეობა შეიქმნება ჩვენს ქვეყანაში ამას ვამბობთ ეს არის ჩვენი ერთ-ერთი ფიქრი გვეიმედება ხანდახან ზოგ ჩვენგანს მაინც მაგრამ გვაბიწყდება რომ საბოლოო ჯამში სწორედ ბიზინა ივანიშვილი და მხოლოდ ბიზინა ივანიშვილი ან თუ გნებავთ ასე ვიტყვი რაც მთავარია პირველ ყოვლისა უპირველეს ყოვლისა სწორედ ბიზინა ივანიშვილია პასუხისმგებელი იმაზე რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება მისი სპიკერები ვინ არიან კი რასაკვირველი არის კობახიძე რასაკვირველი არის პაპუაშვილი რასაკვირველი არის ყაველაშვილი კალაძე სხვები და სხვები ხანდახან გგონია და ასეც არის ალბათ რომ ერთ-ერთი მისი სპიკერი არის ეს ეპისტოლეებით რომ გამოირჩევა და წლის დასაწყისიდან პირველი იანვრიდან 7 თუ 6 თუ 8 ეპისტოლე რომ აქვს დაწერილი ის ფილოსოფოსი კაცი ფილოსოფოსად წოდებული კაცი ზაზა შათირიშვილი რომელიც გამოდის და აგინებს ოლიგარქ სოფლიო ოლიგარქებს აი ოლიგარქებით 15 ოჯახი მართავს სოფლიოს ამას ამბობს ხოლმე და ბევრი ჩვენგანი ამბობს რომ ბიზინამ უკარდახა ბევრი ჩვენგანი ამბობს რომ ბიზნესთან შეათანხმა ოღონდ მისი ტექსტია ზოგი ჩვენგანი ამბობს არა ეს მისი უშუალო ზაზა შათირიშვილის ნაზრებია მაგრამ ბიზინა ამას არ ეთანხან არ დაეთანხმება და ასე შემდეგ მაშ ვინ არის მისი სახე ან ვინ არის მისი პირი ასე ვიტყვი ვინ ლაპარაკობს ბიზინა ივანიშვილის ერთის მხრივ და ზოგადად ამ ოლიგარქის ოჯახის სახელით ყველაზე უფრო მეტად რასაკვირველია კობახიძე პაპუაშვილი კალაძე ყაველაშვილი დინარაძე ერთი მეორე მესამე შესაძლოა შათირიშვილი შესაძლოა კიდე ვინმე არ ვიცი ვიღაც ტიპები იმედი რაღაც ტელეკომპანია წოდ მაგრამ ყველაზე უფრო მეტად ჩემი მოსაზრებით ლაპარაკობს ყველაზე უფრო მეტად ან ყველაზე უფრო ესეთი ეჭვშეუტანელი პირი ბიზინა ივანიშვილისა ხო ბიზინა ივანიშვილის აზრების გამხმიანებელი არის მისი ვაჟი არა უტა რომელიც გაჩუმებულია არა ბერა რომელიც ასევე ბოლო პერიოდში ხოლმე გაჩერებულია თუ არ მივიღებთ ხედელობაში მის ერთ პოდკასტს რომელშიც ის მონაწილეობდა რუსულ ენაზე იყო ეს პოდკასტი მაგრამ იქ პრინციპში რაღაც პოლიტიკური გზავნილები მას არ ჰქონია არამედ ახლახან გამოჩენილ ახალგაზრდულ ორგანიზაციაში დიალოგზე რომ საუბრობს და ასე შემდეგ ცოტნე ივანიშვილს ანუ ნაბოლარა ლაპარაკობს ყველაზე უფრო მეტად ბიზინა ივანიშვილის სახელით პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით ნაბოლარამ თქვა ეს გაჩვენებთ კიდეც ეს ყველაფერი ძალიან ცუდია პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის იმიჯისათვის და ვეთანხმოთ ნაბოლარას ანუ ცოტნეს გული დამწყდა არ შევიტანოთ ეჭვი რომ ასეა ძალიან არასასიამოვნო იყო და სხვა კითხვას და არასასიამოვნო იყო და სხვა კითხვას კი მიჩენს რა მიზანი ჰქონდა ოპოზიციური პარტიის წევრებისაგან ამ პროვოკაციას ერთი წუთი რა ვიცით ან საიდან ვიცით ან რა არის მადასტურებელი იმისა რომ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა რამ პროვოკაცია მოუწყეს ქართული ოცნების ბანდისტსა მოძალადე აი რო ურთხავს იმ ტალახაძეს შეაგინეს ტალახაძეს თუ არ შეაგინეს ან სათჩანს რო შეაგინეს და თუ არ შეაგინეს ტალახაძე რატო ძალადობს ან გორდულაძე რატო ძალადობს ან გენო პეტრიაშვილი რატო ძალადობს ან ვინცაც შეაგინეს თუ მაინც და მაინც შეაგინეს ის სად არის ვინ არის
ის რატომ არ ძალადობს და თუ ძალადობს ვინ არის კონკრეტულად. ოღონდ არავის ხაზგასმით მინდა ვთქვა ეს გინება ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებისაგან გახარიას თუ ოპოზიცია ხია საერთოდ მაგრამ დავარქვათ ერთ წუთს ოპოზიცია არ გაუგია ნახეთ რას ამბობს ცოტნე კიდე უფრო ცოტნე ქვია ხო ცოტნე კიდე უფრო საინტერესო აქცენტსაც აკეთებს და მოგასმენინებთ რომ ცხადია ჩემი აზრით რომ ეს ყველაფერი არის ძალიან ცუდი პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის იმიჯისთვის ზოგადად საქართველოსთვის ნებისმიერ ადამიანს ვისაც საქართველო უყვარს თავისთავად ისობაში მეჩაუბრებთ მომხდარი ფაქტები გული დაწყდებოდა მათ შორის მეც რა თქმა უნდა ძალიან გული დავწყდა ძალიან ცუდი სანახავი იყო ეს ყველაფერი ძალიან არასასიამოვნო იყო და ძალიან ცუდი იყო ქვეყნის იმიჯისთვის რაც დავითანხმოთ სხვა შეკითხვას მიჩენს იმასთან დაკავშირებით თუ რა მიზანი ქონდა ოპოზიციური პარტიის წევრებისგან ეს პრინციპში მოგახსენით რას ემსახურებოდა ეს პროვოკაცია რაში ჭირდებოდათ თქვათ ვერბალური და ფიზიკური ძალადობის დაწყება პროვოკაცია იყო ვერბალური და ფიზიკური ძალადობის დაწყება გახარიას პარტიის წარმომადგენლებს რაში სჭირდებოდა თუ ამბობს ნაბოლა რა მემკვიდრე საყვარელი შვილი ბიზინა ივანიშვილის არასხვებიც უყვარს ცხადია ხო სხვები უყვარს მაგრამ ფიზიკური ძალადობა სადნახა გახარიას პარტიის წარმომადგენლებისაგან თუ მოусმინა ქართული ოცნების და მხოლოდ ქართული ოცნების წარმომადგენლებს ისინი რასაკვირველია ეთხოვდნენ რომ შვილო ცოტნე ძმაო ცოტნე მემკვიდრე ცოტნე ნაბოლარა ცოტნე და მეგობარო ცოტნე იმათმა დაიწყეს პროვოკაცია მოგვიწყესო იმათმა დაიწყეს ძალადობაო მაგრამ თუ ობიექტური მსაჯულია მაშინ ცოტნე ნაბოლარას წესითა და რიგით უნდა გახარიას პარტიის წარმომადგენლებისთვისაც ეკითხა თუ ობიექტური მსაჯულია მაგრამ ცოტნე ობიექტური მსაჯული არ არის ნახეთ რას ამბობს დამატებით და ცოტნე მოდის ვიხდი ვიდრე ამას მოგასმენებ კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ რომ ცოტნე არის იმ აზრების საზოგადოებამდე მიმტანი პირი ასე ვიტყვი მოლაპარაკე იმ აზრებისა რომლებიც ბიზინა ივანიშვილის ოჯახში ტრიალებს იმ პოზიციის გამხმიანებელი რომელიც ოჯახში ოჯახს აქვს სადაც არიან ქალბატონი ეკა ბატონი ბიზინა ავიცი ბერაც იქ არის ხოლმე გვანცას გარდა მე მგონი ყველა იქ არის ან შესაძლოა გვანცაც არ არის და ასევე უტა არ არის მაგრამ ცოტნე დააბერა უთუოდ ესწრებიან იმ ოჯახურ დავარქვათ ეგრეთ თათბირებს ხო მაგალითად ალბათობით სწორედ თათბირი ჰქვია იმას რაც ხდება შეხვედრები მსჯელობანი თუ გნებათ მაგრამ კიდე უარესად ხელი როგორ მოხდა რა ფორმით მოხდა რა სიძლიერით მოხდა ახლა ამიზომო ეს აღარ აინტერესებს ანუ ტალახაძემ რო ჩაარტყა ეს რა სიძლიერით მოხდა და არ ვიცი მოხდა ტალახაძეს რა ძალითაც შეუძლია მოქნება ნახევარი ძალით ისე მოხდა ნახეთ ჩვენი ფარულავაა ხო ის ახალგაზრდა კაცი მისი დააზიანებული სახე ამ სიძლიერით მოხდა აღარ არის საინტერესო დეტალებში აღარ შევდივართ ბიზინა ივანიშვილი არ შედის დეტალებში ჩვენ შევდივართ იმიტომ რომ დეტალებშიც არის ეშმაკი ცნობილი ამ სიტყვისა არ იყოს შემოდიოდა გიორგი გახარიას პარტიის წევრებიდან ანუ რა ვიცი კადრები თუ ნახეთ თუ მეკითხებით ხმაც თუ ნახეთ კადრები ნახავდით რომ საკმაოდ ახლა სიტყვების გარჩევას ხوار დავიწყებთ რატო არ დავიწყებთ სიტყვების გარჩევას ამიხსენით ვინმე მაი ავიღოთ ობიექტური მსაჯულები ხო ვართ მე და ბატონ ცოტნე ივანიშვილს მივმართავ მე და ის დავსხდეთ თავიდან ბოლომდე თუ გნებავთ სახელმწიფო მედიაში გასული კადრები ავიღოთ პირველი ამოსუნთქვიდან ბოლო ამოსუნთქვამდე გავარჩიოთ მანახეთ ვინმე მანახეთ არ ვიცავ რასაკვირველია გახარიას პარტიას უშუალოდ გახარია გაქცეულს გახარიას პასუხისმგებელს 2019 წლის ამბავზე რასაკვირველია გავრილობის ღამეს გულისხმობ ოღონდ ერთ-ერთი პასუხისმგებელია ის და არა მთავარ პასუხისმგებელი ვინც არის კი ვიცი ეწყინება ცოტნეს მაგრამ მამამისია მანახეთ სად შეიგინეს და მოვტრიალდები და ვიტყვი რომ თქვენის ვალდებულება აქვს ნებისმიერ დეპუტატს ამას ვიტყვი მაგრამ არ უნდა შეეგინა ამ გახარიას პარტიის რომელიმე ფარულავას თუ სხვებიც არიან ხგვარები არ მომახსოვრდება მე და არც მაინტერესებს და ეხლა ნახეთ ბოლო აკორდი როგორია ხსენებული ცოტნესი ძიმე შეურაცხყოფები იყო მიღებული როგორ? თქვენ არა მიუტრიალდა კორესპონდენტს სავარაუდოდ TV პირველისა და უთხრა თქვენ არ გაგიგიათ? არა არ გაგვიგია. თუ
თუ გულახდილები ვიქნებით. სხვა რამესაც ამბობს ცოტნე ივანიშვილი, მაგრამ თავარი, რასაც ამბობს ის, ანუ რასაც ფიქრობს უშუალოდ მისი მამა ოლიგარქი ბიზინა ივანიშვილი, თავარი კიდევ წინ გელით, თავარზე კიდევ ვილაპარაკებ, მანამდე კი მის თავარ სხვა აზრებსაც გაგაცნობთ. მაგალითად, ქვეყნის იმიჯისთვის ეს პრინციპში წავიკითხე, სტუმრის სტატუსით ვესწრები ამ შეხვედრებს რაღაც თუ არ ვწდები ახალგაზრდულ ორგანიზაციასთან შეხვედრებს, ასევე ცოტნე ივანიშვილი რა თქმა უნდა საქართველოს უნდა ისწრაფოს კარგი პასაჟია. რა თქმა უნდა საქართველოს უნდა ისწრაფოდეს ევროკავშირისაკენ, იმ ღირებულებებისაკენ, რაც შეგვიძლია ევროპის დეფინიციას მივაბად. რაც არის ქრისტიანული მორალი, განმანათლებლების ფილოსოფია თითქოს ყველაფერი კარგად არის. ოღონდ საქართველოს არ მიისწრაფვის ევროპისაკენ, არ მიდის, იმიტომ რომ საქართველოს ევროპას უკვე ქრისტიანული მორალისა და განმანათლებლების ფილოსოფიის ღალატში ადანაშაულებს. ვინმე პაპუაშვილი, ვინმე კობახიძე და რასაკვირველია, ვინმე ივანიშვილი და ივანიშვილის მთელი კლანი ბედავს და ევროპას ადანაშაულებს ქრისტიანული მორალის ადამიანის უფლებების ღალატში, განმანათლებლების ფილოსოფიის ღალატში და ასე შემდეგ თავხედობასაც აქვს ზღვარი მეთქი, მაგრამ მათთან თავხედობას საზღვარია თუ ზღვარი არ აქვს. და რა თქმა უნდა, ამას უნდა აკეთებდეს ქართული ადათ-წესების, ტრადიციების და რაც ღირსებას, რასაც ღირსებას ვუწოდებთ, იმის შენარჩუნებით და არა მის ხარჯზე. აქაც კიდევ ერთხელ ჩანს ბიზინა ივანიშვილი რას ფიქრობს. დიახ, ის ფიქრობს, რომ ევროპა დასცილდა ევროპას და ჩვენ ქართველები ვართ ძირძველი ევროპელები და სად და აი აქ არ ირღვევა ევროპული ღირებულებები თუ აქ არის აქ შედგა უკვე ევროპა დანარჩენი ევროპა, თავისი თუ გნებავთ პორტუგალიიდან, შვედეთის თუ ნორვეგიის ჩათვლით ევროპა არ არის. ამას ამბობს ცოტნე ივანიშვილის პირით ბიზინა ივანიშვილი და შესაბამისად მთელი ქართული ოცნება, იმიტომ რომ იქ რაღაც LGBT პრაიდია. LGBT პრაიდია იქ რაღაცა დანიაში ვიღაცას ამას აცემეს. ამას ამბობს იმ ქვეყანაზე, სადაც ხსენებული LGBTQ-ს თემის წარმომადგენლები გახიეს ცემით ამ რამდენიმე წლის წინ, 13 წლის წინ თუ არ ვწდები და არ ვწდები და სადაც ადამიანებს, რა ვიცი, სისხლი პირდაპირ მნიშვნელობით, აი დაუსხეს ალბათ დამეზარება ეხლა გასვლა რამე სასმელის აღება, სასმისის აღება, დაუსხეს რაღაცაში, გაავსეს სისხლით გაავსეს ესა თუ ის სასმისი ვეღარ მოხსენი ეს თავსახური და ეს სისხლი შეასვეს მათ შორის ჩემი მეგობრის შვილსაც თუ გულახდილები ვიქნებით სხვა მეგობრები რომ ამას არ აღნიშნავენ, ხო, ეს ფრიად სამწუხაროა. კარგი, კიდევ ბევრ რამეს ამბობს, მე შემიძლია კიდევ რაღაც გამოვიარო. სამწუხო. და აი ალბათ თავარი, რასაც მივდივართ და ბიზინა ივანიშვილი თურმე რას ფიქრობს. მე ამ შემთხვევაში ოდნავ პატარა ბექგრაუნდს გავაკეთებ. იცით თქვენ რომ პაპუაშვილისა და სხვათა ინიციატივით პოლიტიკური პარტიების გაუქმების პროცესი დაწყებულია. არა, ჯერ მომრგვალებული, მოთავებული, დასრულებული არ არის, მაგრამ ბედავს ქართული ოცნება და ერთ-ერთ კიდევ დამატებით ანტიევროპულ, ანტიდასავლურ ნაბიჯს დგამს. კერძოდ ამბობს, რომ ეს პოლიტიკური პარტია ეს და მისი კონკურენტები ვინც არიან პრაქტიკულად ყველანი, არიან უცხოეთის აგენტები, არიან რაღაც საქართველოს ომში ჩათრევის მოსურნენი, დამნაშავე პარტია ნაციონალური მოძრაობის სატელიტები, ამიტომ იმას და იმას, მაგალითად ლელო ძლიერ საქართველოს. რატომ? კარგად არ ვიცით, ვერ ხვდებით. მიხეილ სააკაშვილის სატელიტობას ვერ დასწამებ ხაზარაძესა და სააკაშვილს შორის ყოველი 100 ურთიერთობიდან 98 ჭხუბით დასრულებულა კაბათით, ასე ვიტყვი, განსხვავებული პოზიციები ჰქონდათ ლამის ყოველთვის და ასე შემდეგ. ლევან სუცკირიძის პარტიას მას მით უმეტეს ან არანაკლებ ვერ დასწამებ, მაგრამ ლევან სუცკირიძის პარტიას, ვავუკა ხაზარაძის პარტიას, ლევან სუცკირიძის პარტიას ქვია თავისუფლების მოედანი. ახლა ვიქტორ ყიფიანმა შექმნა რაღაც პარტია ჯერ საქართველოს და შეიძლება მასაც დააბრალოს. ანუ ნებისმიერ პარტიას, რომელიც ქართული ოცნების ლიდერთა და უშუალოდ ივანიშვილის კლანის, ოლიგარქის კლანის, მოდი ესე ვიტყვი, მოღრეცილ ტვინებში მიჩნეულია უცხო ქვეყნის აგენტად და საქართველოში ომის გაჩაღების მსურველად უკლებლივ ყველას
სპობს და ანგრევს, გავხსენი, სპობს და ანგრევს აკვირებას ქართული ოცნება და ამბობს რომ ეხლა მოცემულ ეტაპზე ამბობს რომ ხუთი პოლიტიკური სუბიექტი შემიძლია გავიხსენო მოცემულ ეტაპზე ხუთი და ხვალ ვინც ის და იქნება მეტი ნაციონალური მოძრაობა უშუალოდ ახალი ნიკა გვარამია და სხვები ნიკა გვარამია ნიკა მელია ასევე სტრატეგია აღმაშენებელი თუ არ ვწდები და დროა უგრებოდ მესამე იყოს ეს ძლიერი საქართველო და თავისუფლების მოედანი ესენი უნდა გაქრდნენ პოლიტიკური ასპარეზით ჩვენ ხანდახან გგონია რომ ეს არის ამ რუსეთის ფსბ-ს აგენტი პაპუაშვილის თვით ინიციატივა და ბიზინა აი ჭკუაში ჩავარდა და იმის გამო რომ უკრაინა იმარჯვებს აი ამ ნაბიჯზე მაინც არ წავა და ყველაფერი გვინდა რომ გადავაბრალოთ ჩვენ თვითონვე გვინდა გადავაბრალოთ პაპუაშვილს თუ კობახიძეს და ბიზინას ეს პასუხისმგებლობა თითქოს მოვუხსნათ იმიტომ რომ ბიზინა ივანიშვილს ესიც უნდა ეგრძნო კონტექსტი ასე ვამბობთ ხოლმე არავითარ კონტექსტს არ გრძნობს და ვერ გრძნობს ბიზინა ივანიშვილი იღებს რეალურად პასუხისმგებლობას იმაზე რასაც სჩადიან მისი მონამორჩილები პაპუაშვილი კობახიძე ყაველაშვილი კალაძე მდინარაძე ეს ხუთეული დავასახელეთ თუმცა 30-ეული და მადასტურებელი იმისა რომ ისინი ის ბიზინა ივანიშვილი არის მათნაირი მათი ნაჩალნიკი მათი ლიდერი არის სწორედ ცოტნე ივანიშვილის ის სიტყვები რომლებსაც ახლა მე თქვენ გაგაცნობთ ავუწიოთ ხმას და ვოჩეგეიც და ვაჭიროთ თემა მე პირადად არ გამოვიყენებ ამ სიტყვა აგენტს მართლაც პოლიტიკოსები როგორ უნდა გავაკეთოთ მე არ ვაპირებ ამ ტერმინის გამოყენებას თითო საკითხი უბრალოდ რომ ჩავშალოთ ოდნავ ზოგადად რეპრეზენტაციული დემოკრატიის არსი დედააზრი არის ის რომ როდესაც მოქალაქე მიდის და აზრებს ხმას პოლიტიკურ გუნდს ის მასთან დებს ასე ვთქვათ ხელშეკრულებას უთხადებს თავის ნდობას იმისთვის რომ მისი ინტერესები წარმოადგინოს ცოტა სხვანაირი ფორმულირებაც რომ მივცეთ ხო სწორია მოქალაქე რასაკვირველია ქირაობს პოლიტიკოს იმისთვის რომ მან ინტერესები მისი წარმოადგინოს ასე იქირავა მოქალაქეებმა მოგიქირავეს მოქალაქეებმა ნაციონალური მოძრაობა აი ბოლო არჩევნებში რომელსაც არჩევნებს ზედათ უწოდებთ იქირავეს მოქალაქეებმა მინიმუმ 200,000-მა თითო პარტია სამი პარტია რომელმაც გადალახა ბარიერი ხო სამი იყო ხო არ მეშლება ესე იგი ეს იყო 4 პარტია ლელო ძლიერი საქართველო დაახლოებით 200,000 მომრჩეველი გახარია საქართველოსთვის დაახლოებით 200,000 მომრჩეველი გირჩი დროა ახალის ალიანსი დაახლოებით 200,000 მომრჩეველი და ნაციონალური მოძრაობა დაახლოებით 200,000 ანუ 800,000-მა კაცმა იქირავა მაგრამ ესენი პარლამენტში არ შევიდნენ იმის გამო რომ მამამისმა არჩევნების შედეგები გააყალბა და თქვა რომ მე 1,200,000-მა კაცმა მომცა ხმაო რაც ყვილია 1,120,000-მა ხმა მომცა ხმაო ეხლა ამაზე აღარ შევა მოქალაქეება მართლაც დაიწყეს დაქირავება გვარამიასი მელიასი ხოშტარიასი ნაციონალური მოძრაობისა ბოკუჩავასი თუ სხვისი და გახარიასი და ლელოსი სწორია ამას ასაც ამბობთ მაგრამ ნახეთ მე როგორ აგძელებს ვიძლია ვთქვათ რაღაც მომენტში რომ მოსახლეობა მოქალაქე ქირაობს გარკვეულ პოლიტიკურ გუნდს იმისთვის რომ მან მისი ინტერესი წარმოადგინოს მოიმსახუროს მას რა თქმა უნდა პოლიტიკური ძალა ნებისმიერი რომელიც უნდა მართავდეს ქვეყანას აუცილებლად უნდა ემსახურებოდეს პირველ რიგში მოსახლეობას და აი ეს ქირაობის ტერმინს რო დაუბრუნდეთ რა თუ ვიძახით რომ მოსახლეობა არის ის ვინც ქირაობს პოლიტიკურ ძალას იმისთვის რომ ის მას მოემსახუროს სამწუხაროდ დღევანდელ რეალობაში საქართველოში და სხვა ქვეყნებშიც არიან პოლიტიკური ძალები და კონკრეტიკაში შესვლას არ ვაპირებ, ვინც უკვე სხვის მიერ არის ნაქირავები. შესაბამისად შეუძლებელია რომ ის პოლიტიკური ძალა იქირავოს ქვეყნის მოქალაქეებმა, რახენის პოლიტიკური ძალა უკვე სხვას ემსახურება. და აი ამას ფიქრობს ბიზინა ივანიშვილი. ანუ ევროპამ დასავლეთმა სხვებმა იქირავეს ეს პოლიტიკური სუბიექტები, ისინი არიან მათი მსახურები და შესაბამისად ისინი არიან გასაუქმებლები და კიდევ ერთხელ იფშნება ზოგი ჩვენგანის ნალიზი თუ იმედი იმის თაობაზე რომ ბიზინა ივანიშვილის სხვაგვარად ფიქრობ არ უნდა ან შეიცვალა ბიზინა ივანიშვილი გარემოებათა და სხვაგვარი კონტექსტისა და გამო ბიზინა ივანიშვილი ჭკუაში ჩავარდა ბიზინა ივანიშვილს ჭკუა ისწავლა ბიზინა ივანიშვილს სანქციების ეშინია ბიზინა ივანიშვილს დაუქნევენ ან თუ დაუქნიეს თითი ამერიკიდან და ბიზინა ივანიშვილი ხედავს უკრაინაში რუსეთის დამარცხებას და ახლა უკვე
კობახიძეს თუ პაპუაშვილს და არა ბატონებო მეგობრებო დაივიწყეთ ეს მეც უნდა დავივიწყო ბიზინა ივანიშვილი არ იცვლება და ცოტნე ივანიშვილი არის ცოტნე ივანიშვილის პირით ის გადმოგცემს საკუთარ მოსაზრებებს იმის თაობაზე რომ პოლიტიკურ პარტიებს გააუქმებენ რამდენადაც ისინი სხვის მიერ არიან უკვე დაქირავებული მზია ამაღლობელს ამოალპობს ციხეში რამდენადაც მზია ამაღლობელი არის პოლიციაზე მოძალადე ტალახაძეს არ დასჭის იმიტომ რომ ტალახაძეს შეაგინა ის გებუაძე მათ შეაგინა ჩვენში დარჩეს და შეაფურთხა მზია ამაღლობელს მაგრამ ის აღარ აინტერესებს ხო ტალახაძეს თუ რავისი რა გორდულაძეს თუ ამის კაკრაგვარია ის გენო პეტრიაშვილს და სხვებს არ დასჭის იმიტომ რომ იქ მიზეზი ქონდათ ამათ ძალადობის რაზეც წუხს ბიზინა ივანიშვილი განა არა კողომ გაიფრინა ამასობაში თქვი მუზარბაზარმა განა არა წუხს მაგრამ არ დასჭის ლაკა უნდა დაისაჯოს იატომ დაისაჯოს ლაკა არა მარტო იმიტომ რომ ელენემ მიახატა თუ მიაჯღაბნა ბოდიში ლაკასთან მისაჯღაბნ ნიკალაძის მისაჯღაბნ პლაკატს ეს გავიგეთ გარდა ამისა ლაკა უნდა დაისაჯოს თავისი შეუპოვრობის გამო თავისი ანტირუსების გამო ეგ და ცოტნე ივანიშვილი ბიზინა ივანიშვილის აზრებს გადმოგცემს რომელიღაც ეტაპზე რატო არის დასასჯელი ამათეული გაგებით ლაკა ხოშტარია და რატო არ დაუთმობს საზოგადოებას ხელისუფლებად წოდებული ბანდა თავისი ლოგიკა დემაგოგია სოფიზმი რასაკვირველია ეკნებათ დასასჯელია ლაკაც დასასჯელია პატიმრობაში მყოფი ნებისმიერი პირიც ან პატიმრობაში ვინც მოხვდება ნებისმიერი პირი ხო მაგალითად გივით არგამაძეზე ამახვილებს მიშა ყურადღებას სააკაშვილი სხვებზე და სხვებზე მამუკაზე ბადრიზე ნიკა გვარაბიეს ყველა დასასჯელია ვინც ბიზინა ივანიშვილს წინააღმდეგობას უწევდა და უწევს ვინც რუსეთს წინააღმდეგობას უწევდა და უწევს და მერე გამოვა ცოტნე ივანიშვილი და რაღაცნაირად ამ ყველაფერს რასაკვირველია გააправებს და იტყვის რომ აი მაპატიეთ მაგრამ ეს არის ჩვენი ხაზი დაივიწყეთ რომ ეს ნაბოლარა განსხვავებული იქნება ესეც დაივიწყეთ ნაბოლარაც მისი უფროსი ძმა ბერაც მისი დედა ეკაც და მისი мама ბიზინაც არიან ამ ხაზის რეპრესიული სხვისი დაჩაგვრის სხვისი გათელვის სხვისი განადგურების ხაზის გამაგრძელებლები უბრალოდ ეს ცოტა კულტურულად გამოიყურება ვიღაცაზე დასაკვირველია ხო ავისი გიორგი გამსახურდიაზე კულტურულად არ იგინება და ზოგ ჩვენგანს გონია რომ აუ რა ეს რა კულტურული ბიჭია და ხომ დაკარგად ასაბუთებს გიორგისაგან განსხვავებით აბა მართლა წაიკითხა არ ვიცი ჰოფსი მაგალითად გიორგის ჰოფსიც არა აქვს წაკითხული ალბათ ან თუ აკაკითხული აქვს და მაინც იგინება და ხო ტალახაძეს არა აქვს წაკითხული მაგალითად ტალახაძე პირდაპირ ურტყავს ესეც ურტყავს ფიზიკურად არა მაგრამ ესეც ურტყავს ამ ქვეყანას ივანიშვილები ურტყავენ და არ არსებობს უკეთესი და უარესი ივანიშვილი ყველანი ერთ დიდ ქვაბში ჩასახარშები არიან პირდაპირ მნიშვნელობით ნუ გაიგებთ მაინც და მაინც ხო ერთ ქვაბში მოსაქცევები არიან და ამ კერძს რომელსაც ივანიშვილის აჯაფსანდალი ჰქვია ყველა ინგრედიენტი თავისებურად ამდიდრებს როგორც კი ერთს ამოაცლი ამ კერძს ივანიშვილების ქვაბში ჩახარშულ კერძ ივანიშვილების აჯაფსანდალს კერძი ქართული ოცნების ამომრჩევლისათვისაც კი გემოს დაკარგავს ამავე კერძის ნაწილია ხახვი პირობითად ირაკლი კობახიძე და ოხრახუში პირობითად შალვა პაპუაშვილი თუმცა თავარი ინგრედიენტი არის ბადრიჯანი ბიზინა ივანიშვილი და მისი ოჯახი ნახვამდის